დღეს დაიწყო ელჩების კონფერენცია, რაც არის ყოველწლიური ფორმატი. ამ ფორმატში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება განვიხილოთ ყველა ის პრიორიტეტული საკითხი, რაც არის და დგას დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ელჩებს საზღვარგარეთ ექნებათ ის შესაძლებლობა, რომ ყველა საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის, მათ ექნებათ მსჯელობის შესაძლებლობა მთავრობის წარმომადგენლებთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტის წარმომადგენლებთან და ჩვენ განვიხილავთ ზოგადად საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, იმ გამოწვევებს, რაც დგას ჩვენი ქვეყნის გარშემო და თუ როგორ უნდა წარიმართოს მუშაობა მომდევნო წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს საქართველოს ინტერესები დაცული საგარეო ასპარეზზე, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის რისკები, რაც ჩვენ გვესახება მომავალ წელს, რომ იქნება საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც 2025 წელს შეიძლება გაჩნდეს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს საქართველოს პოზიციების გატანა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამაში განსაკუთრებული როლი აქვს სწორედ ელჩებს, სწორედ ისინი არიან საქართველოს წარმომადგენლები და მნიშვნელოვანია სწორი აღქმები არსებობდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ზოგადად გლობალურ საკითხებზე, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე. დღეს დაიწყო ყოველწლიური ელჩების კონფერენცია, რომელზეც მოწვეული იყავით პარლამენტის წევრები, რათა გაგვეცნო ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის ის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომელიც ქვეყანას ექნება მომავალი 4 წლის განმავლობაში ამ ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენაზე, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ნატოში ინტეგრაციაზე, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე, ასევე საგარეო ეკონომიკურ პრიორიტეტებზე, დიასპორასთან ურთიერთობებზე. მოკლედ, ჩვენ დავფარეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც მოცემული არის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში. იყო ძალიან საინტერესო დისკუსია, მათ შორის პრობლემურ საკითხებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს და ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, იმიტომ რომ ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები უშუალოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც ევროპის, აზიის თუ ამერიკის ქვეყნების დედაქალაქებში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს წინ წევენ და მათგან მნიშვნელოვანი იყო ასევე ინფორმაციის მიღება თუ რა ასე ვთქვათ სიზნელეებს აწყდებიან ისინი, რომ ჩვენ თბილისიდან მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ პრიორიტეტების შესრულებაში. Ქონდა ძალიან საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული მეგობრული შეხვედრა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სოფლიოს მასშტაბით და ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის საქართველოს როლი მსოფლიოში, როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და როლი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში და რაც თავარია, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები იმისთვის, რომ დაცული იყოს მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ეროვნული ინტერესები. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე ევროატლანტიკურ სივრცეში და როგორ შეიძლება რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ერთობლივად როგორც პარლამენტმა, ასევე მთავრობამ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესი, რაც არის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანება. მოხარული ვარ პირადად, რომ ესწრები ამბასადორიალს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება და მინდა მადლობა უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევისთვის. ხო, დღეს ჩემი თემატიკით, ეს დიასპორის სიმართულებით ვარ ჩართული ამ კონფერენციაში, სადაც იმ გამოწვევებზე და იმ მიღწევებზე ქონდა საუბარი, დისკუსია, საინტერესო მოსაზრებები გაჟღერდა. ერთი არის მთავარი, რომ ჩვენ მთელი დიპლომატიური კორპუსიც, მთავრობაც, პარლამენტიც აქცენტირებული ვართ, რომ ჩვენი ინტერესები ხმამაღლა ვთქვა და დავიცვათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამავდროულად ყველა ის მიმართულება, რაც დიასპორას ეხება, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერე, რომ მათი პრობლემების ასე ვთქვათ გადაჭრა და მნიშვნელოვანია, რომ ამ და შემდეგ წლებში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ღირსებით მოიპოვოს ევროინტეგრაცია, საბოლოო გამარჯვება, ხოლო ჩვენს დიასპორას კიდე ქონდეს მეტი შესაძლებლობები, რომ თავიანთ ქვეყანაში იყვნენ მაქსიმალურად წარმოდგენილი და იქაც საელჩოებთან, ჩვენს თანამემამულეებს ერთმანეთთან კავშირი ქონდეთ, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ერთმანეთს.